ხელმძღვანელის განცხადებებზე და პროცესზე, რომელსაც კრიზისული უწოდა პრეზიდენტმა. ბატონო, თქვენ ხედავთ ასეთი კრიზისის ნიშნებს, რომელიც ჩვენი წინასტუმარის მთავრობის წევრია ვერ ხედავს? როგორც თქვენ, იქ გეხარ სადაც ზიხარ, ხო, მისი თანამდებობა თავისთავად ვერ მიცემს იმის საშუალებას, რომ ისაუბროს, მაგრამ ფაქტი ის, რომ ჩვენ შემოგთავაზეს სხვა კონსტიტუციის მოდელი და სულ რამოდენიმე დღეში შეცვალეს და აღმოჩნდა, რომ თურმე მთელი ეს პროცესი თვეები, რომელზეც მიდიოდა კომისიაში მუშაობა თუ სახალხო განხილვის, უცბად აღმოჩნდა მიუღებელი და თვითონ ქართულ ოცნებაში იმისთვის, რომ სერიოზული კრიზისი არ ყოფილიყო, მათ შორის იქნებოდა ეს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ თუ ზოგადად იმ გუნდის, რომელიც ძალიან აქტიურად ცდილობს გაიტანოს ის ცვლილებები, უბრალოდ მათ ეს ბრძოლა დათმეს და მაჟორიტარული სისტემა დატოვეს 24 წლამდე. როგორ ფიქრობთ, დათმეს იმისთვის, რომ გუნდის შიგნით დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, თუ ეს საერთო შეთანხმება იყო უბრალოდ ამის გახმოვანება იტვირთა რამდენიმე თუნდაც ათეულმა მაჟორიტარმა?